მას შემდეგაც კი დღემდე ბერმუდის სამკუთხედი კვლავ საიდუმლოთი არის მოცული. ამასთან დაკავშირებით უკვე ბევრი სხვადასხვა ისტორია არსებობს, მაგრამ დღემდე ამ საიდუმლო ადგილს ჯერ კიდევ არ აქვს კონკრეტული ახსნა. სინამდვილეში მრავალი ათწლეულის განმავლობაში ეს ადგილი იყო საიდუმლოებების ცენტრი, სადაც გემები, თვითმფრინავები და ადამიანები თითქოს უბრალოდ უჩინარდებოდნენ ყოველგვარი ნათელი ახსნის გარეშე. მაგრამ რამდენად სიმართლეა ეს ლეგენდები? სანამ უცნაურ მოვლენებზე ვისაუბრებთ, ჯერ უნდა გავიგოთ რა არის სინამდვილეში ბერმუდის სამკუთხედი. პოპულარული რწმენით ეს არის ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ბერმუდას, პუერტო-რიკოსა და შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს შორის. საოცარია, მაგრამ ამ ადგილის ოფიციალური საზღვრები არ არსებობს. ექსპერტებს შორის ჯერ კიდევ არ არის შეთანხმება მისი ზუსტი ზომის შესახებ. არსებობს პროგნოზები, რომლებიც ამბობენ, რომ მისი ფართობი 9 მილიონ კვადრატულ მილზე მეტია. ზოგი კი თვლის, რომ ის კიდევ უფრო დიდია. ამიტომაც რთულია დადგინება, რამდენი ავარია ან გაუჩინარება მოხდა სინამდვილეში ეგრეთ წოდებული ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე. დროის გასვლასთან ერთად იცვლება საზღვრებიც, რომლებსაც სხვადასხვა მწერალი და მკვლევარი იყენებს. ამიტომაც ზოგიერთი ინციდენტი, რომელიც ადრე ბერმუდის სამკუთხედის ნაწილად არ ითვლებოდა, მოგვიანებით უკვე მის ისტორიაში შეიტანეს. თუმცა ერთი რამ უეჩვენია. საუკუნეების განმავლობაში ამ ოკეანის ნაწილში მრავალი მოვლენა მოხდა, რამაც ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო შექმნა თანამედროვე ისტორიაში. ასევე აღსანიშნავია, რომ სანამ ტერმინი ბერმუდის სამკუთხედი გახდებოდა პოპულარული, ამ რეგიონში უცნაური გამოცდილების შესახებ უკვე არსებობდა ცნობები. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მონაცემი მოდის ქრისტეფორე კოლუმბის 1492 წლის მოგზაურობიდან. როდესაც ის ატლანტის ოკეანეს კვეთდა ახალი სამყაროსკენ, მან რამდენიმე დაკვირვება ჩაიწერა. კომპასის უჩვეულო მოძრაობასა და შუქებზე, რომლებიც როგორც ამბობდნენ, მისმა ეკიპაჟის წევრებმა შორიდან დაინახეს. არ არის ნათელი სინამდვილეში რა ნახეს მათ, შესაძლებელია ეს მხოლოდ ბუნებრივი მოვლენები ყოფილიყო. თუმცა საუკუნეების განმავლობაში ეს ამბები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ მზარდი ლეგენდის ნაწილად იქცა. ამასთან ერთად ეს ადგილი ასევე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ გემებისა და თვითმფრინავების მარშრუტზე. დღეში ათასობით და ათიათასობით საზღვაო და საჰაერო ხომალდი გადის აქ. ტრანსპორტის სიმრავლის გამო გასაკვირი არ არის, რომ აქ ხანდახან ავარიებიც ხდება, მაგრამ ბევრისთვის ეს მარტივი ახსნა საკმარისი არ არის. როგორ მოიპოვა ბერმუდის სამკუთხედმა ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ადგილის რეპუტაცია პლანეტაზე? რატომ პოულობენ აქ ხოლმე გემებს, რომლებშიც არავინაა? რატო ხრებიან თვითმფრინავები ისე, რომ ისინი აღარასდროს უნახავთ? და რატო განაგზობენ დღესაც დავას? იმალება თუ არა კიდევ უფრო ღრმა საიდუმლო ოკეანის ქვეშ? ამ ვიდეოში კიდევ უფრო დეტალურად განვიხილავთ ბერმუდის სამკუთხედის ყველაზე ცნობილ ლეგენდებს. ასევე გავიგებთ, რომელი თეორიები ემყარება მეცნიერებას და რომელი მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია. უცნაური ამინდის პირობებიდან დაწყებული დაკარგული ცივილიზაციების შესახებ ლეგენდებამდე, ნელ-ნელა გავხსნით თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ საიდუმლოს. მაგრამ სანამ დავიწყეთ, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება. ეს ჩვენთვის როგორც კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა და ახლა დავიწყოთ. ვინც არ იცის ბერმუდის სამკუთხედის შესახებ ისტორიები, რაც უფრო ფართოვდება, ერთი რამ ფალშისაცემია. რაც უფრო შორს ბრუნდებით წარსულში, მით უფრო მეტი მოხსენებაა ამ რეგიონში უცნაური მოვლენების შესახებ. თუმცა ყველა ისტორია ერთნაირი სანდოობით არ გამოირჩევა მტკიცებულებების მხრით. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხსენიებული ცხარო მკვლევართა შორის არის ქრისტოფერ კოლუმბის ჩანაწერები მისი ისტორიული მოგზაურობის დროს 1492 წელს. მისი ჟურნალის თარგმნილი ნაწილების მიხედვით, იყო შემთხვევები, როცა მისმა ეკიპაჟმა კომპასის უჩვეულო ქცევა შენიშნა. ასევე არსებობს ცნობები პატარა სინათლის შესახებ, რომელიც მათ შორიდან დაინახეს ატლანტიკის ოკეანეში ნაოსნობისას. დღევანდელ დროში შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასეთი დაკვირვებები ჩვეულებრივია, მაგრამ წარმოიდგინეთ იმ დროის სიტუაცია. მაშინ არ არსებობდა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, არც სატელიტები და ევროპას ძალიან ცოტა რამე იცოდა იმ უზარმაზარი ოკეანის შესახებ, რომელიც მსოფლიოს მეორე მხარეს იყო. და ყველაფერი, რასაც ვერ ხსნიდნენ, ადვილად ხდებოდა ლეგენდის ნაწილი. საუკუნეების განმავლობაში ბერმუდის რეპუტაცია როგორც საშიში ადგილისა კიდევ უფრო გაძლიერდა. 1600-იანი წლების დასაწყისში კი ინგლისური გემი სახელად Sea Venture ძლიერ ქარიშხალს შეეჯახა ბერმუდასთან ახლოს.
როცა ჯეიმსტაუნის კოლონიისკენ მიემართებოდა. გემი დაზიანდა და მისმა ეკიპაჟმა იძულებით გაასხა ნაპირზე. კუნძულზე კი არანაირი იდუმალი გაუჩინარება არ მომხდარა. თუმცა ეს შემთხვევა კიდევ უფრო ამყარებდა ბერმუდის იმიჯს როგორც ადგილს, საიდანაც რთულია თავის დაღწევა, როცა ბუნება გაბრაზებულია. ზოგი ისტორიკოსიც კი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი შთაგონების წყარო გახდა უილიამ შექსპირის ცნობილი პიესისთვის ქარიშხალი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულად დამტკიცებული არ არის, ეს მაინც აჩვენებს თუ რამდენად ღრმა იყო ბერმუდის გავლენა იმ დროის ადამიანების წარმოსახვაზე. მე-19 საუკუნეში ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიის გავრცელება დაიწყო. ეს არის ტვირთმზიდი გემის ელენ ოსტინის ლეგენდა. პოპულარული ვერსიის მიხედვით გემი ატლანტის ოკეანეში მიცურავდა, როდესაც მან მიტოვებული ხომალდი აღმოაჩინა. ეკიპაჟი არ იყო, არც აშკარა ახსნა არსებობდა თუ რატო იყო გემი მიტოვებული, თუმცა გემი ჯერ კიდევ სავსე იყო ტვირთით. ამბობენ, რომ კაპიტანმა რამდენიმე ადამიანი გაგზავნა, რათა ასულუყნან მიტოვებულ ხომალდზე და უკან დანიშნულების ადგილას მიეყვანათ იგი. თუმცა ძლიერი ქარიშხლის შემდეგ მათ დაკარგეს კავშირი იმ გემთან. როცა გემი ისევ ნახეს, ამბობდნენ, რომ შიგნით აღარავინ იყო. ამის შემდეგ, ლეგენდის მიხედვით, მათ კიდევ ერთხელ გაგზავნეს ადამიანები, მაგრამ მეორე ჯერზე გემი საბოლოოდ გაუჩინარდა მასზე ასული ხალხთან ერთად. საშინლად ჟღერს ამის მოსმენა, მაგრამ აქ ხდება მნიშვნელოვანი განსხვავება ლეგენდასა და ისტორიას შორის. დაზვაო ისტორიკოსებისა და თემების გაგზავნის ძველი ჩანაწერების ანალიზისას არ არსებობს მტკიცე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ამბავი სრულად მოხდა ისე, როგორც დღეს გვიყვებიან. ბათალია იმ პერიოდში ატლანტიკის ოკეანეში მართლაც დადიოდა გემის სახელად ელენ ოსტინი. თუმცა, ეგრეთ წოდებული მოჩვენება გემის ინციდენტის ბევრი დეტალი მხოლოდ უფრო გვიანდელ აღწერებში გამოჩნდა და მისი თავდაპირველი წყარო არ არის ნათელი. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს შეიძლება უფრო ზღვის ფოლკლორის ნაწილი იყოს, ვიდრე დადასტურებული ისტორია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამბავი ბოლომდე დამტკიცებული არ არის, არსებობს დაკარგვის შემთხვევები, რომლებიც ნამდვილად მოხდა და დოკუმენტირებულია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითია USS ციკლოპი. 1918 წლის მარტში, პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს უზარმაზარი გემი, რომელიც აშშ-ს საზღვაო ფლოტს ეკუთვნოდა, სამხრეთ ამერიკიდან გავიდა, მასზე იმყოფებოდა 300-ზე მეტი ადამიანი და 1000-ობით ტონა მანგანუმის მადანი, რომელიც ფოლადის წარმოებისთვის გამოიყენებოდა. ციკლოპი იმ დროისათვის აშშ-ს სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატვირთო გემი იყო. მაგრამ როცა ის ბალტიმორში მიემართებოდა, მოულოდნელად გაუჩინარდა. არ ყოფილა საგანგებო სიგნალი, არ აღმოჩენილა ნამსხვრევები, არ გადარჩენილა არც ერთი მოწმე. დღემდე ეს აშშ-ს საზღვაო ძალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდ გემის დაკარგვად რჩება, რომელიც უშუალოდ ბრძოლით არ იყო გამოწვეული. და სწორედ აქედან დაიწყო ბერმუდის სამკუთხედისადმი უფრო სერიოზული ყურადღების მიქცევა. ეს აღარ იყო უბრალოდ მეზღვაურების ამბავი, ან თაობიდან თაობაზე გადაცემული ლეგენდა, უკვე არსებობდა რეალური შემთხვევები, რომლებიც ისტორიაშია დაფიქსირებული. მოვლენები, რომლებიც ინციდენტის შემდეგაც კი მრავალი ათწლეულის განმავლობაში რჩებოდა აქტუალური. ჯერ კიდევ არსებობს კითხვები, რომლებზეც სრულად პასუხი არ გაცემულა, მაგრამ მთავარი კითხვა ასეთია. მართლა არსებობს განსაკუთრებული ძალა, რომელიც ბერმუდის სამკუთხედში მოქმედებს? ან იქნება საიდუმლოებები უბრალოდ უკიდურესი ამინდის კომბინაციის შედეგია? ზღვის ძლიერი ტალღები, ადამიანის შეცდომები და ლეგენდები, რომლებიც დროთა განმავლობაში გაიზარდა და თაობიდან თაობას გადაეცემა. რაც უფრო ღრმად ვიქვლევთ, მით უფრო რთული ხდება განვასხვაოთ, რა არის ნამდვილი მტკიცებულება და რა არის ზღვის ლეგენდად ქცეული ამბავი. ამის მიუხედავად, თუ არსებობს ერთი შემთხვევა, რომელმაც ბერმუდის სამკუთხედის რეპუტაციას ნამდვილად დაარტყა, ეს არის USS ციკლოპსის გაუჩინარება. ფართომასშტაბიანი ძებნის მიუხედავად, როგორც ჩანს, მთელი გემი უბრალოდ ზღვამ შთანთქა. ამიტომაც USS ციკლოპსის გაუჩინარება დღემდე რჩება ერთ-ერთ უდიდეს ამოუხსნელ საზღვაო საიდუმლოდ აშშ-ს საზღვაო ძალების ისტორიაში. მაშინდელი პრეზიდენტი უდრო უილსონიც კი აღიარებდა, რომ ნამდვილი ამბავი მხოლოდ ზღვამ იცის და არავინ იცის რა მოხდა სინამდვილეში. მისტერია კიდევ უფრო გაღრმავდა, როდესაც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კიდევ ორი გემი, რომლებიც ციკლოპსთან იყო დაკავშირებული, თითქმის იმავე მარშრუტზე გაუჩინარდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თეორიები, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლოა სტრუქტურული პრობლემები ან ცუდი ამინდი იყო მიზეზი, ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი და ყველასთვის მისაღები პასუხი. როდესაც ესეთი შემთხვევები მატულობდა, საზოგადოებაში დაიწყო აზრის ჩამოყალიბება, რომ შესაძლოა მართლაც რაღაც უცნაური ხდება ოკეანის ამ ნაწილში. მაგრამ საუბრის ცენტრში მხოლოდ გემები არ იყვნენ. 1940-იან წლებში თვითმფრინავებიც ბერმუდის სამკუთხედის მზარ ლეგენდასთან დაკავშირებას იწყებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა იყო ფრენა 19-ის გაუჩინარება 1945 წლის დეკემბერში. ის შედგებოდა აშშ-ს საზღვაო ძალების 5 სამხედრო თვითმფრინავისგან, რომლებიც ფლორიდიდან მხოლოდ რუტინულ სასწავლო მისიას ასრულებდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი წვრთნა, რომელსაც პილოტები 1000-ობით ჯერ ატარებდნენ, თუმცა როდესაც ისინი ჰაერში იყვნენ,
ფრენის მეთაური თავიანთ მდებარეობაზე დაბნეული გახდა. ჩაწერილი კომუნიკაციების მიხედვით მათ გაუჭირდათ გაერკვიათ სად იყვნენ და რომელი მიმართულებით უნდა დაბრუნებულიყვნენ. როდესაც სიტუაცია უარესდებოდა, თანდათან ეწულებოდათ საწვამ. რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც კომუნიკაცია შეწყდა, ისინი აღარავის უნახავს. მოვლენა კიდევ უფრო საიდუმლო გახდა მაშინ, როდესაც სამაშველო თვითმფრინავიც გაუჩინარდა, რომელიც მათ საძებნელად გაგზავნეს. მასთან ერთად გაუჩინარდა მისი ეკიპაჟიც. რამდენიმე დღის განმავლობაში სამხედროებმა ფართომასშტაბიანი საძიებო ოპერაცია ჩაატარეს, თუმცა მათ ვერაფერი იპოვეს. ცხადი მტკიცებულება, რომელიც თვითმფრინავების გაუჩინარებას ახსნით. ამიტომ ფრენა 19 ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მოყვანილ მაგალითად იქცა მათთვის, ვინც ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს ჯერა. თუმცა ავიაციის ისტორიკოსების თანამედროვე ანალიზის მიხედვით არსებობს შესაძლებლობა, რომ ტრაგედიის მიზეზი ნავიგაციის შეცდომის, ცუდი ამინდის, შეზღუდული საწვავისა და ზღვის პირობების კომბინაცია იყო. თუმცა რადგან მაშინვე ვერ იპოვეს ნამსხვრევები, ეჭვები და ვარაუდები გაგრძელდა. მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაკარგვების სერია ამით არ დასრულებულა. 1940-იანი წლების ბოლოს ბრიტანული სამხრეთ ამერიკის ავიახაზების ორი სამგზავრო თვითმფრინავი სხვადასხვა ინციდენტში დაიკარგა. როდესაც ისინი დაფრინავდნენ ატლანტიკის რეგიონში, რომელიც ხშირად ბერმუდის სამკუთხედს უკავშირდება, პირველი იყო Star Tiger, შემდეგი იყო Star Ariane. ორივე შემთხვევაში დაკარგვის ზუსტი მიზეზი მაშინვე ვერ დაადგინეს. ამიტომ კიდევ ერთხელ გაიზარდა იმ მოვლენების სია, რომლებიც ბერმუდის სამკუთხედის ლეგენდის მხარდასაჭერად გამოიყენება. როდესაც ამ ამბების რაოდენობა იზრდებოდა, ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. საიდუმლოს სახელი მიენიჭა. 1964 წელს ერთმა ამერიკელმა მწერალმა გამოიყენა ტერმინი ბერმუდის სამკუთხედი სტატიაში, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარე ფართო რეგიონში სხვადასხვა გემისა და თვითმფრინავის გაუჩინარებას აკავშირებდა. პირველად თითქოს დიდი თავსატეხი შეიქმნა. საუკუნეების განმავლობაში მომხდარი სხვადასხვა შემთხვევები ერთ ისტორიად გაერთიანდა. და რადგან იმ შემთხვევების უმეტესობაზე ნათელი პასუხი არ არსებობდა, საზოგადოებრივი ინტერესი სწრაფად გავრცელდა. მაშინ მსოფლიო ცივი ომის ეპოქაში იყო. საიდუმლო პროექტების დრო იყო. კონსპირაციული თეორიების დრო იყო. დრო, როცა ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ მთავრობები და სამხედრო ორგანიზაციები რაღაცებს მალავდნენ. ამიტომაც გასაკვირი არ იყო, რომ ბევრმა ადამიანმა მაშინვე იფიქრა, რომ შესაძლოა ამ გაუჩინარებების უკან უფრო ღრმა მიზეზი იმალებოდა. 1970-იან წლებში დაიწყეს წიგნების გამოქვეყნება, რომლებიც სხვადასხვა ახსნას თავაზობდნენ. ზოგი ამბობდა, რომ ეს ატლანტიდას დაკარგულ ცივილიზაციას უკავშირდებოდა, სხვები კი ვარაუდობდნენ უცნაურ მაგნიტურ ფენომენებს, საიდუმლო ტექნოლოგიას, ან თუნდაც სხვა პლანეტიდან მოსული არსებების გავლენას. ამ ეტაპზე ბერმუდის სამკუთხედი უბრალოდ საზღვაო საიდუმლო აღარ იყო. ის გლობალურ ფენომენად იქცა. ეს არის ლეგენდა, რომელიც რეალურ ისტორიას ერწყმის. ჯერ კიდევ გაუხსნელი გაუჩინარებები, ეჭვები, მეცნიერება, ვარაუდები და ადამიანის ფანტაზია. რაც უფრო მეტი ციგნი, დოკუმენტური ფილმი და გადაცემა გამოდის ამ თემაზე, მით უფრო იბურევა ზღვარი დამტკიცებულ სიმართლესა და იმ ისტორიებს შორის, რომლებიც მხოლოდ შიშისა და საიდუმლოს გამო შეიქმნა. პრეს როცა ბერმუდის სამკუთხედი მთელ მსოფლიოში პოპულარული ხდება, კიდევ ერთი რამაც სწრაფად მოიმატა. თეორიები, რომლებიც მის ახსნას ცდილობდნენ. და აქედან დაიწყო საუბარი მეცნიერებიდან დაშორება და შევიდა ლეგენდების, პარანორმალური ისტორიებისა და სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროში. 1970-იან წლებში რამდენიმე წიგნი ბესტსელერად იქცა, რომლებმაც ბერმუდის სამკუთხედში გაუჩინარებებზე უფრო უცნაური ინტერპრეტაციები წარმოადგინეს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორი იყო ჩარლზ ბერლიცი, რომელმაც წამოაყენა თეორიები, რომლებიც დღემდე ხშირად ისმის ინტერნეტში და დოკუმენტურ ფილმებში. მისი ნაწერების მიხედვით ბერმუდის სამკუთხედი შესაძლოა დაკავშირებულია ატლანტიდას დაკარგულ ცივილიზაციასთან. მისი სხვა იდეები კი მიუთითებს ძალებზე, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებას ვერ აუხსნია. ლოგი ამბობს, რომ იქ შეიძლება იყოს პორტალები სხვა განზომილებებში. ზოგი კი ფიქრობს, რომ ამ ადგილას შეიძლება უცხო პლანეტელთა აქტივობა მიმდინარეობდეს. ასევე არსებობს თეორიები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რეგიონი უცხო პლანეტელების მიერ ადამიანების გატაცებისთვის გამოიყენება. სინამდვილეში ამ იდეებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პოპულარულ კულტურაზე. ფილმებსა და ტელეშოუებშიც კი ბერმუდის სამკუთხედი ხშირად აღწერილია როგორც ადგილი, სადაც ადამიანები კრებიან უცხოპლანეტური არსებების ან ჩვენთვის გაუგებარი ძალების გამ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ისტორიები გასართობია, მეცნიერებმა სრულიად სხვა მიმართულება აირჩიეს. ატლანტიდასა თუ უცხოპლანეტელებში პასუხების ძებნის ნაცვლად, მათ შეისწავლეს ამინდის ჩანაწერები, ოკეანის დინებები, ნავიგაციის სისტემები და ავარიების ანგარიშები. და როდესაც მონაცემები გაიზარდა, ნელ-ნელა გამოჩნდა უფრო მარტივი ახსნა. თუმცა იმის გამო, რომ ეს ახსნა მარტივია, ეს არ ნიშნავს, რომ ის არასწორი. ბევრ შემთხვევაში ყველაზე მარტივი პასუხი ხშირად ყველაზე ახლოსაა სიმართლესთან.
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახსენები საკითხია ნავიგაციის პრობლემა. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ბერმუდის სამკუთხედს კომპასებზე უცნაური გავლენა აქვს. ეს რწმენა სათავეს იღებს მოხსენებებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ პირველმა მკვლევრებმა გაავრცელეს და ასევე ზოგიერთი დაკარგული თვითმფრინავის შემთხვევებიდან. მაგრამ გეოფიზიკოსების თქმით, ამას ბუნებრივი ახსნა აქვს. მაგნიტური ჩრდილოეთი და გეოგრაფიული ჩრდილოეთი ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას არ მდებარეობს. ამიტომ ნავიგატორებმა უნდა გაითვალისწინონ ეგრეთ წოდებული მაგნიტური დეკლინაცია მიმართულების განსაზღვრისას. მსოფლიოს სხვა ნაწილში ეს განსხვავება იცვლება. თუ არასწორად მოხდება გამოთვლა, ან ნავიგაციის მონაცემები არ იქნება სწორად შესწორებული, შესაძლებელია გემი ან თვითმფრინავი ნელ-ნელა გადაუხვიოს კურსიდან ისე, რომ ეს მაშინვე შეუმჩნეველი დარჩეს. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ბერმუდის სამკუთხედი ამ ფენომენით გამორჩეული არ არის. ეს ბევრ ადგილას ხდება პლანეტაზე. გარდა ამისა, გამოცდილი პილოტები და კაპიტნები ამ კონცეფციას კარგად იცნობენ. ეს მათი მომზადებისა და ყოველდღიური ოპერაციების ნაწილია. ამიტომ ექსპერტების უმეტესობისთვის კომპასის თეორია საკმარისი არ არის ყველა დაკარგვის ასახსნელად. უფრო დიდი ალბათობაა, რომ მრავალი ფაქტორი ერთიანდება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამინდია. როდესაც რუკაზე დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ბერმუდის სამკუთხედი იმ რეგიონში მდებარეობს, სადაც ტროპიკული შტორმები და ქარიშხლები რეგულარულად გადიან. ატლანტიკის ქარიშხლების სეზონი ყოველწლიურად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქარიშხლებს იწვევს. მაშინაც კი თანამედროვე ეპოქაში, როდესაც სატელიტური მონიტორინგი და პროგნოზირების თანამედროვე სისტემებია, ეს ქარიშხლები მაინც ახერხებენ სერიოზული ზიანის მიყენებას. 2024 წელს ატლანტიკის რამდენიმე ძლიერი ქარიშხალი კარიბის რეგიონსა და შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში მასშტაბურ ნგრევას გამოიწვია. ამან აჩვენა, რომ მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა, ეს რეგიონი კვლავაც ძალიან საშიშია, როდესაც ძლიერ ქარებს, უზარმაზარ ტალღებსა და ამინდის სწრაფ ცვლილებებს ერთდროულად აქვს ადგილი. თუ დღეს ამის გადალახვა რთულია, მით უმეტეს უფრო საშიში იყო ეს ძველი გემებისა და ავიაციის პირველი თაობის დროს. გაშლილ ოკეანეში ზოგჯერ საკმარისია რამდენიმე საათიანი ძლიერი ქარიშხალი, რომ გემი გაუჩინარდეს, ისე რომ ვერ მოასწროს საგანგებო სიგნალის გაგზავნა. თუ ის ატლანტიკის სიღრმეში ჩაიძირება, შეიძლება მისი ნამსხვრევები ვეღარასდროს იპოვონ. სწორედ აქ იწყებს ფორმირებას ის სურათი, რომელსაც გამონძიებლები დიდი ხანია ეძებენ. ეს არ არის საიდუმლო ძალა, არც პორტალი, არც უცხო პლანეტელთა საიდუმლო ბაზა, არამედ საშიში ამინდის, ძლიერი ტალღების, რთული ნავიგაციის გამოწვევებისა და უსაზღვრო ოკეანის კომბინაცია, რომელსაც შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში დამალოს მტკიცებულებები. და რაც უფრო მეტი სამეცნიერო კვლევა ტარდება, მით უფრო უახლოვდებით შესაძლებლობას, რომ ბერმუდის სამკუთხედის ყველაზე დიდი საიდუმლო არ არის ის, თუ რა იმალება აქ, არამედ ის, თუ რამდენად ადვილად შეუძლია ადამიანს ტრაგედიების ლეგენდად ქცევა. როდესაც მათ პასუხი მაშინვე არ აქვთ. როდესაც ბერმუდის სამკუთხედზე საუბრობენ, ყურადღება ხშირად გამახვილებულია დაკარგულ გემებსა და თვითმფრინავებზე. თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც უნდა დავსვათ. თუ ეს არ არის უცხო პლანეტელების, დაკარგული ცივილიზაციის ან პარანორმალური ძალების ბრალი, მაშინ რა არის ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოხდა ამ რეგიონში ამდენი ავარია? ერთ-ერთი პასუხი, რომელსაც ოკეანოგრაფები ხშირად იძლევიან, თავად ოკეანის ძალა. ატლანტიკის შუაგულში ზოგჯერ ჩნდება ეგრეთ წოდებული მოულოდნელი ტალღები. ეს არის გიგანტური ტალღები, რომლებიც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მეზღვაურები ჩვეულებრივ მოელია. კვლევების მიხედვით ესეთი ტალღები მართლაც არსებობს და ისინი თანამედროვე ინსტრუმენტებითაც დაფიქსირებულა. ასეობს შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მოულოდნელი ტალღის სიმაღლე 100 ფუტსაც კი აჯარბებს. წარმოიდგინეთ შენობა, რომელიც თითქმის 10 სართულიანი სიმაღლისაა და მოულოდნელად ეჯახება გემს ზღვის შუაგულში. ძველი გემებისთვის, რომლებსაც არ აქვთ თანამედროვე ამინდის პროგნოზირების სისტემები, ასეთი შემთხვევა საკმარისია კატასტროფის მოსახდენად. მაგრამ ამ ატლანტიკის ნაწილში მხოლოდ ტალღები არ არის გამოწვევა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია Gulfstream. ASHS-ის ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაციის, ანუ NOAA-ს მიხედვით, Gulfstream ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოკეანური დინებაა მსოფლიოში. ის გადის რეგიონის დასავლეთ ნაწილში, რომელიც ხშირად ბერმუდის სამკუთხედთან ასოცირდება. მისი დინების სისწრაფის გამო თუ ნავიგატორმა სწორად არ გამოთვალა, ის შეიძლება სწრაფად გადაახვევინოს გემს თავდაპირველი მარშრუტიდან. რაც უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც უბედური შემთხვევა ხდება, Gulfstream-ს შეუძლია სწრაფად წაიღოს ნებისმიერი ნამსხვრევი ან ნარჩენი შემთხვევის ადგილიდან. ამიტომ ზოგ შემთხვევაში მაშინაც კი როცა კატასტროფა ხდება, საძიებო ჯგუფებს შეიძლება გაუჭირდეთ მისი კვალის სწრაფად პოვნა. წლების განმავლობაში სხვა სამეცნიერო თეორიებიც გაჩნდა. ერთ-ერთი მათგანია მეთანის გაზის ჰიპოთეზა.
ჩვენ ვიცით მეთანი როგორც სათბურის აირი, მაგრამ მისი დიდი მარაგები ასევე დაფლულია ზღვის ფსკერის ქვეშ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. 2016 წელს ნორვეგიაში მკვლევარებმა აღმოაჩინეს ზღვის ფსკერზე დიდი კრატერები, რომლებიც როგორც მიიჩნევა, წარმოიშვა მეთანის გამოყოფის შედეგად ფსკერის ნალექებიდან. აქედან გამომდინარე, ზოგიერთმა ადამიანმა წამოაყენა ვარაუდი, რომ შესაძლოა მსგავსი პროცესი მიმდინარეობს ბერმუდის სამკუთხედშიც. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ზღვის ფსკერიდან მოულოდნელად დიდი რაოდენობით მეთანი გამოდის, წყლის სიმკვრივე შეიძლება შემცირდეს და გემს გაუჭირდეს ზედაპირზე ტივტივი. კონცეფცია საინტერესოა, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი დეტალი. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს არის ბერმუდის სამკუთხედში გაუჩინარებების მიზეზი. ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ჰიპოთეზად რჩება და ჯერ არ დადასტურებულა, რომ რაიმე დიდი ინციდენტის მთავარი მიზეზია ამ რეგიონში. და აქ მივდივართ საუბრის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე. რას ამბობს რეალური მონაცემები? როცა გვერდზე გადავდეთ ლეგენდებს, ფილმებს, რომანებს და შეთქმულების თეორიებს, რაც გრჩება ეს არის ზღვისა და ჰაერის ავარიების ჩანაწერები. და საზღვაო მკვლევართა და უსაფრთხოების ორგანიზაციების ანალიზის მიხედვით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბერმუდის სამკუთხედში დაკარგვების რაოდენობა უფრო მაღალია ვიდრე მსოფლიოს სხვა დატვირთულ საზღვაო მარშრუტებს. სინამდვილეში ამ რეგიონში ავარიების უმეტესობის მიზეზები იგივეა, რაც პლანეტის სხვა ნაწილებში. ცუდი ამინდი, ადამიანური შეცდომა, მექანიკური გაუმართავობა, ნავიგაციის შეცდომები და ზღვის ბუნებრივად საშიში პირობები. აი რატო თვლის ბევრი თანამედროვე ექსპერტი, რომ ნამდვილი საიდუმლო. ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო არ არის ის, თუ რატო იკარგებიან აქ ადამიანები, არამედ ის, თუ როგორ გადაიქცა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ავარიების სერია ასეთ დიდ ლეგენდად. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ციგნებმა, ჟურნალებმა, ფილმებმა და მედიის რეპორტაჟებმა ერთმანეთში გადაბეს სხვადასხვა ინციდენტი. სანამ არ შეიქმნა იმ ადგილის სახე, თითქოს მას განსაკუთრებული წყევლა ადებს. მაგრამ როდესაც მტკიცებულებებს ცივად და მეცნიერულად განვიხილავთ, სხვა სულათი ჩნდება. ეს არ არის ზებუნებრივი ადგილი. ეს არ არის პორტალი სხვა დანზომილებაში. არც უცხოპლანეტელების ტერიტორია. უბრალოდ ატლანტიკის ოკეანის ნაწილი, რომელსაც რთული ამინდი აქვს. ძლიერი ტალღები, სწრაფი დინებები და უზარმაზარი ოკეანე, რომელსაც შეუძლია კატასტროფის კვალი მრავალი წლის განმავლობაში დამალოს. და ალბათ ეს არის ამბის ყველაზე გასაოცარი ნაწილი. რადგან ეს გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი საიდუმლო ზღვის ფსკერზე კი არ არის, არამედ იმაში, თუ როგორ ვქმნით ლეგენდებს ჩვენი გამოცდილებიდან. მოვლენებიდან, რომელთა ახსნაც მაშინვე არ შეგვიძლია. და აქ უფრო ნათელი ხდება ბერმუდის სამკუთხედის ნამდვილი სურათი. როცა ლეგენდებს უყურეთ, ეს თითქოს ის რეგიონია, სადაც გემებისა და თვითმფრინავების გაუჩინარება ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ როცა რეალურ მონაცემებს სწავლობთ, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში შეგროვდა, სულ სხვა ამბავი იკვეთება. საზღვაო უსაფრთხოების სამყაროში ერთი მარტივი თითხვა მნიშვნელოვანია. მართლა უფრო საშიშია ბერმუდის სამკუთხედი, ვიდრე პლანეტის სხვა ნაწილი. დღემდე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ იდეას სამყარებს. სხვადასხვა საზღვაო ორგანიზაციებისა და უსაფრთხოების სააგენტოების ანალიზის მიხედვით, ამ რეგიონში მომხდარი შემთხვევების რაოდენობა არ აღემატება მოსალოდნელ დონეს იმ ადგილისთვის, სადაც ყოველწლიურად ამდენი გემი გადის. სინამდვილეში, თანამედროვე დაკარგვებისა და შემთხვევების უმეტესობას აქვს ახსნა, რომელიც ასევე ხშირია მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც. ცუდი ამინდი, ძლიერი ქარები, მაღალი ტალღები, ნავიგაციის შეცდომები. მექანიკური გაუმართავობა და ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რთულ პირობებში. იგივე ჩანს ავიაციის ჩანაწერებშიც. როდესაც ამ რეგიონში თვითმფრინავების ავარიებს სწავლობთ, ხედავთ, რომ ბევრი შემთხვევა აფრენის ან დაშვებისას მოხდა და არა ჰაერში, სადაც ლეგენდები ხშირად აყენებენ საიდუმლოს ცენტრს. რაც შეეხება ცნობილ ბრენა 19-ის, ბევრი თანამედროვე ანალიზი მიუთითებს ნავიგაციის არევასა და ადამიანურ შეცდომაზე, როგორც შესაძლო მიზეზებზე. ჩანაწერილი კომუნიკაციების მიხედვით ჩანს, რომ ფრენის ლიდერმა არასწორად შეაფასა თავისი მდებარეობა. ამიტომაც ისინი შეიძლება არასწორი მიმართულებით აგზელებდნენ ფრენას, როცა თანდათან ეწურებოდა წაწვავი. ეს არც პარანორმალურია და არც ზებუნებრივი. ეს ტრაგედია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს შეცდომებით, რომლებიც ხდება მაშინაც კი, როცა საქმე გამოცდილ პილოტებს ეხებათ. და თუ ამინდის შესახებ ვისაუბრებთ, რთულია მისი გავლენა ამ რეგიონზე შევაფასოთ როგორც უმნიშვნელო. ბერმუდა, ფლორიდა, პუერტო-რიკო და კარიბის ზღვის დიდი ნაწილი იმ ადგილებს მიეკუთვნება, რომლებიც რეგულარულად ზარალდება ტროპიკული შტორმებისა და ქარიშხლების. ბევრი თაობის განმავლობაში ათასობით ქარიშხალი უკვე გადაუვლია ატლანტიკის აუზს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებობს სატელიტური გამოსახულებები, ამინდის რადარები, ხელოვნური ინტელექტის პროგნოზირება და რეალურ დროში მონიტორინგის სისტემები, ეს ქარიშხლები მაინც ახერხებენ სერიოზული ზიანის მიყენებას საზოგადოებებზე, გემებზე და თვითმფრინავებზე.
თუ დღეს ასეთი დიდი გავლენა აქვთ, უფრო ადვილია გავიგოთ, რატო ხდებოდა ამდენი ავარია იმ დროს, როცა თანამედროვე ტექნოლოგიები არ არსებობდა. ალბათ ეს არის ამბის ის ნაწილი, რომელიც ხშირად ლამორჩენილია. იმისთვის, რომ რამე გაუჩინარდეს, არ არის საჭირო უცხო პლანეტელთა ბაზა ზღვის ქვეშ. არ არის საჭირო სხვა განზომილებაში გადასასვლელი პორტალი, არ არის საჭირო წყევლა. ზოგჯერ საკმარისია ძლიერი ხარიშხლების, მაღალი ტალღებისა და უსასრულო ოკეანის კომბინაცია. და ნავიგაციაში ერთი პატარა შეცდომაც კი საკმარისია ტრაგედიისთვის. რაც უფრო ვფართოვებ ჩვენ ცოდნას ოკეანესა და ატმოსფეროზე, მით უკეთ ვიგებთ, რატომ წარმოიშვა ბერმუდის სამკუთხედის ლეგენდა. ნამდვილი უბედური შემთხვევები ხდება, ნამდვილი ადამიანები დაიკარგნენ, ნამდვილი ოჯახები დაკარგეს საყვარელი ადამიანებით. მაგრამ ყველა ამ შემთხვევის კავშირი რომელიმე მისტიკურ ძალასთან არასოდეს დამტკიცებული. ბოლოს და ბოლოს, ბერმუდის სამკუთხედი შეიძლება არც იყოს ყველაზე შემაშინებელი ადგილი მსოფლიოში. შეიძლება არც იყოს ოკეანის ყველაზე სახიფათო ნაწილი. მისი ნამდვილი ძალა იმაშია, რომ შეუძლია ჩვენი წარმოსახვის გაღვივება. როდესაც რაღაც ხდება და მას მაშინვე ვერ ხსნით, ადამიანისთვის ბუნებრივია, რომ ეძებოს უფრო ღრმა მიზეზი. ალბათ სწორედ ამიტომ რჩება ეს ლეგენდა დღემდე ცოცხალი. ეს არ არის იმიტომ, რომ ატლანტიკის ქვეშ საიდუმლო ძალა იმალება, არამედ იმიტომ, რომ ბერმუდის სამკუთხედი გახდა იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ ერთიანდება ისტორია, ტრაგედია, მეცნიერება, მედია და ფანტაზია. რათა შეიქმნას ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ცნობილი საიდუმლო თანამედროვე ეპოქაში. და როცა ყველა ლეგენდას მოვაშორებთ, რჩება ერთი მარტივი სიმართლე. ბერმუდის სამკუთხედი განსაკუთრებული არ არის იქ მომხდარი გაუჩინარებების გამო. ის განსაკუთრებული გახდა იმ ისტორიით, რომელიც მსოფლიო მის შესახებ შექმნა.